მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს 13 ოქტომბერი 2011 წელი და ჩავთვალე საჭიროდ რომ გაგსაუბრებოდით კიდევ და მომეწოდებინა ჩემი აზრები და ჩემი შეხედულებები. რა თქმა უნდა, მინდა დავიწყო იმით, რომ ეხლა ამერიკაელმა ქართველმა ქალბატონმა და ძალიან ესეთი ემოციურად მესაუბრა და ჩემთვისაც რა თქმა უნდა ეს კი გასაგები იყო და სიტუაციები მე ვიცი ძალიან დიდი ხნის წინ რომ მას ყავს შვილი და უკვე 8 წლისაა და ქართული არ იცის და შეშფოთებულია და უნდა რომ ქართული ისწავლოს და შემეკითხა ქართულ სკოლაზე თუ არის ქართული სკოლა თუ მიდის მეცადინეობები რა თქმა უნდა მივაწოდე ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ეს ქართული სკოლა ქართული ენის და ლიტერატურის და ისტორიის ჯგუფები და ტაქტება გაკვეთილები სამწუხაროა რომ ძირითადად ქართველმა ბავშვებმა არ იციან ქართული ბევრი ჩამოვიდა ძალიან პატარა ბევრი აქაც დაიბადა და მათთვის არავის არ ეცალა არც სახელმწიფოს და არც მშობლებს რომ მათ ესწავლათ ქართული და წერა-კითხვა არ იციან უდიდესმა ნაწილმა ქართველი ბავშვების უდიდესმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა ესაა ფაქტი და ეს რას ნიშნავს თქვენთვის მომიცია ანალიზის გაკეთების საშუალება და თქვენ გასაჯეთ თუ რას ნიშნავს ეს და შემეკითხა კიდევ ქალბატონი მერი ქვიან ქალბატონს რომ თუ გვეშველება რამეო მე რა თქმა უნდა უთხარი რომ არაფერი არ გვეშველება და როდესაც ვკითხე რატომ მე უთხარი მერის რომ იმიტომ არ გვეშველება რომ ჩვენ სანამ არ ვისწავლით ერთად დგომას ჩვენ სანამ არ ვისწავლით ჩვენი პოზიციების დაფიქსირებას და ჩვენი პრინციპების გატარებას მანამდე არაფერი არ გვეშველება და როდესაც ვისწავლით უკვე და ვიმოქმედებთ აი მაშინ დადგება საშუალება რა თქმა უნდა მაგრამ ქართული საზოგადოება ამისთვის არის დაავადებული და ნათელი მაგალითია კიდევ ის რაც ხდება დღეს საქართველოში რომ ატეხილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ აჟიოტაჟი რომ თუ ვინდა რას წარმოადგენს და რა ცუდი პიროვნება ყოფილა თურმე ეს პიროვნება ასეა ქართული საზოგადოება აქაც თუ ვინმე გამოჩნდება სადღაც უცბად დაუწყებენ ბრძოლას და ჩაძირვას შემოგეკედებიან ვითომ რაღაცა დიდ საქმეებისთვის არიან მზად და უნდა გააკეთონ დიდი საქმეები და შემდეგში მოქმედებენ პრინციპით ბევრი ვეცადე შემთხვევისა გამომივიდე ჩემთვისა მაგრამ სამწუხარო ისა რომ არც თავიანთვის არ გამოვდის იმიტომ ასეთი მოქმედებები და გოთვერნული მოქმედებები არ გამოვა არც მაგათთვის არაფერი და დრო იკარგება ის ოცნება რაც ფონდა მე რომ საბერძნეთში ჩამოყალიბებული იყო ერთი ძლიერი ორგანიზაცია სამწუხაროდ ეს ვერ შედგა თაობა მოდის და თაობა მიდის ხან ვინ გამოჩნდება ასპარეზზე და ხან ვინ გამოჩნდება და გულზე ჯიხს იტყავს და ამცნობს ქართულ საზოგადოებას რომ მე უფრო დიდი ქართველი ვარ და მე უფრო პატრიოტი ვარ და
დიდი საქმეები უნდა გავაკეთო, მაგრამ პრინციპი ამ საქმეების გაკეთების არც იციან და არც უნდათ. და ამიტომ ეს ადამიანები შემდგომში იკარგებიან უკვე. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს და საზოგადოებას მოატყვილო ერთი ხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ყოველთვის ვერ მოატყვილებ. და საზოგადოებაც კიდე ტყუდება იმ მომენტისთვის, ხან ერთი ნაწილი მოტყუდება, ხან მესამე ნაწილი მოტყუდება, არაა გარკვეული თვითონ საზოგადოებას რა უნდა, საერთოდ წავიდეს. და დრო იკარგება. და ისაც ფასობს კიდევ და კიდევ მინდა ბევრჯერ მითქვი ეს სიტყვა, ისაც ფასობს დღეს, ხვალ შეიძლება უფასური იყოს საერთოდ და არავის არ უნდადეს. ასე დაემართა ქართულ ემიგრაციასაც საბერძნეთში, ისაც ძალაც იყო 10 წლის წინ და რა ფასიც ჰქონდა და რა ძალაც სადაც შეეძლო მოქმედა, ისე აღარ არის. უკვე და ეს ვისი ბრალია თავებში მოიკითხოს ყველა. ბევრს გაუჭირდა და ბრუნდება საქართველოში, ბევრს აქაც გაუჭირდა და უკვე ძალიან ცუდი სიტუაცია. და მაგით ვიძაღდით, რომ საჭიროა ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ხარჯს დაუჭერდა ქართულ ემიგრაციას და თავს გაატანინებდა. მოკლედ კიდევ მინდა ის თქვა, რომ სანამ საზოგადოება არ განიკურნება სენით და დაინახავს თუ ვინ, სად და როგორ და რანაირად და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და ეთქვის პირდაპირ და გამოხატავს თავის პოზიციას, მანამდე არაფერი არ გვეშველება საერთოდ. და ამ ქალბატონს კიდევ მინდა მე ტელეფონით კი უთხარი, მაგრამ მგონი გვიყურებს ახლა და კიდე მინდა უთხრა, რომ ქალბატონო არ გვეშველება მანამდე როგორც გითხარით ტელეფონზე. უნდა გამოხატოთ თქვენი პოზიცია, უნდა მონახოთ თუ ვისთან უნდა იდგეთ, რატომ უნდა იდგეთ და რისთვის უნდა იდგეთ ეს ყველაფერი. სანამ თქვენ იქნებით გავთვით ცნობიერებელი და არაინფორმირებული, თქვენ მოგატყვილებენ ყველა. ამიტომ ინფორმაცია უნდა მიიღოთ, სათანადო ინფორმაცია, უნდა დაწონოთ ყველაფერი და ამის შემდეგ გავუკეთოთ ანალიზი და გამოიტანოთ დასკვნები. აი მაშინ გვეშველება და არ უნდა დაგეზაროთ. შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ახლა 24 ოქტომბერსაც გვექნება შეხვედრა, სადაც იქნება თემა საქართველოს პოლიტიკა გუშინ დღეს ხვალ. იქნება ნაჩვენები ფილმი აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, საქართველოს ომები მე-20 საუკუნის ბოლოს. და თქვენ თუ არ გიდეთ მონაწილეობას მიღება, მას ნუ გასთხოვთ ნურავის, უნდა მოიცალოთ, უნდა მოხვიდეთ 5 წუთი, 10 წუთი და დააფიქსიროთ თქვენი იქ მოსვლა, თქვენი პოზიცია და შორიდან ყურებას უნდა დაანებოთ თავი. ბევრს მოუმარჯვნია დიდი გამადდებელი შუშით დურბინდები და უყურებს შორიდან ამ ყველაფერ მოვლენებს. მაგრამ თქვენ გასაკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს და მე უკვე გული ნუგწყდებათ, რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს და ვიღაცა უნდა გააკეთოს. არავინ არ მოვა და არავინ არ გააკეთებს, თქვენ უნდა ჩაერთოთ პროცესებში. არ უნდა იყოს საზოგადოება უმოქმედო. მე არ მინდა ახლა ცუდი სიტყვა ვიხმარო, თავს შევიკავებ. როგორიც უმოქმედო იქნება საზოგადოება, ისეთი უმოქმედო იქნება ყველა ხელისუფალი. ეს უნდა შეიგნოს ყველა, მე მგონი, დროა მე მგონი, ყველამ შეიგნოს და სამწუხაროდ ჟურნალისტებიც სათანადოდ არ მოქმედებენ, რომ ინფორმაციები სათანადოდ მიეწოდონ. რაღაცებს თამაშობენ, ყველა ის
სამთავრობო ჟურნალისტები იქნებიან თუ ოპოზიციური ჟურნალისტები არ მოქმედებენ სათანადოდ. კარგით, შემოგარგებო, ეს მინდოდა მეთქვა და ჩვენ კიდე გვიქნება საუბრები შემდგომში. და იმედია რომ ქართული საზოგადოება სენისგან განიკურნება. და ეს არ ვამბობ, იმიტომ რომ მე ეს სიამოვნებს რომ ვამბობ და რო არ სიამოვნებს და რომ მინდა რომ გამოსწორდეს და რომ მინდა რაღაც შეიცვალოს, მაგით ვამბობ ამას ყველაფერს. კარგად იყავით აბა.